აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნივთიერება იყო გარეული. ამ კითხვაზე პასუხი დაასრულებდა საერთოდ ამ ამბავს ალბათ. რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად გიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფულთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული. ეს არის საკმაოდ სერიოზული საქმე ალბათ და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მძიმეა ეს სერიოზული ტყუილია, შეიძლება პასუხის გაცემა. პასუხის გაცემა სჭირდება და მეტი გამჭვირვალობა. ანუ აპირებს თუ არა მკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვეტყვის რა გამოიყენეს? კიდევ ერთხელ პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ის რომ კამიტი არ გამოყენებულა შესაბამისად BBC-ის სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულებისთანავე ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რაც შეეხება ნივთიერება კამიტის გამოყენებას ეს უკვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ანალიზით დაყრდნობით რომელიც მის ხელთა დანარჩენი დეტალური ინფორმაცია წარადგენება საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ BBC სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვაპირებთ მიმართოთ როგორც მარეგულირებულ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას უნდა უარყოს BBC მის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა სპეცსამსახურების ხორცზე. აი ამაზე მართლმსაჯულებაზე გკითხავთ, უბრალოდ ამას მაინც დავუბრუნდები, როგორც აქ არის განმარტებული ეს ქიმიური სითხე, ეს კოდი მოიცავს ბევრ ნივთიერებას და არა მხოლოდ კამიტს. კამიტზეც მაქვს კითხვა ვახტანგ გომელაური სულ სხვა რამეს ამბობდა და შემდეგ გელაძე სულ სხვა რამეს ამბობდა. ამიტომ არის კითხვები. გითხარით გამოძიების დასრულებას რატომ ელოდებით? გითხარით და გაფანტეთ ეს სპეკულაციები თუ კი ხედავთ რომ სპეკულაცია. ვახტანგ გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რამ. რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური მასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, მხრივ იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს მხრივი არ შეიცავდა შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში. ჩვენ არ ვიცით რომელი ხართ მართალი. ამიტომ არის საჭირო გამოქვეყნება რა ნივთიერება იყო გარეული. გამოვიყენებთ სამ რამეს. და რატომ არ გაასაჯაროვეთ? მთელი ერთი წელი ანუ BBC-ს დასკვნის მერე ხომ თუ ამ ვარაუდის მერე ხომ არ სამ რამეს. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება. მეორე ეს არის მიმართვა ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიაში და მესამე ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სამივე ეს ინსტანცია იმუშავებს. ბატონო ირაკლი. ეს ნივთიერება, ეს კოდი აერთიანებს სხვადასხვა ნივთიერებას და BBC-ს ექიმები, სპეციალისტები ეუბნებიან, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც ამ კოდის რაღაც ქოლგის ქვეშ არის აკრძალული. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კითხვა მთელი ერთი წელია თუ კი უწყებებს აქვს კითხვა კი ამაზე იყო საუბარი კონკრეტული კოდის ქვეშ ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი რომელიც არის აკრძალული და იქ არის ათეულობით ნივთიერება რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული რა თქმა უნდა არ აკრძალული ნივთიერებები რა თქმა უნდა ანუ ეს დოკუმენტი რაც გამოქვეყნებულია ამ BBC-ს გამოძიებაში ამ დოკუმენტს თქვენ ადასტურებთ არსებობს ეს რეალურია აბსოლუტურია კოდი კოდზე საუბრო ხო აი ინვენტარიზაციის სია სადაც აი ეს კოდებიც არის ჩამოთვლილი კი კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული ისე არააკრძალული ნივთიერებები ხო ხვდებით რასაც ვამბობ კოდი არაფერს არ იძლევა საერთოდ შეისწავლეს ეს კოდები ხო ერთი BBC ამ დროს გააკეთა რა რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული რაც ხო უხეში ტყუილი
ეს გააკეთა BBC. BBC ვარაუდობს ამაზე და სხვა ინფორმაციებზე. ვარაუდამდე ჩამოვიდით თან, ხო, ესეც საინტერესოა. ანუ ამ კოდის ქვეშ მტკიცებითი ფორმით ეს ნივთიერებები, ბატონო ირაკლი, ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. დანარჩენს დეტალურად წარმოგიდგენთ სულ ინფორმაციას გამოძიებას გამოიყენეთ. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხვნილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ კოდი არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. ეს კოდი საერთოდ არაფერს არ იძლევა. ჩვენ საუბრობთ კოდზე 34-39 ამ კოდზე საუბრობთ. და რაკიღა არსებობს ყოფილი სპეცრაზმელის ასე ვთქვათ განცხადება, რომ დაშვებული არ იყო აკრძალული ნივთიერებები და შემდგომ მაინც ივსებოდა წყლის ჭავლის მანქანები. ამით ამ ნივთიერებით თქვენ რა სიტყვით ამაზე? ის მართავდა, ის იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვინც არის, ხო იცით? რამდენი ტყუილი აქვს აქამდე ნათქვამი ამ კონკრეტულ სპეცრაზმას. შესაბამისად არავითარი სანდოობა ამ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს, ხო? მე მგონი საუბარია იგივე ადამიანზე, რომელიც გაიქცა ერთ-ერთ ქვეყანაში თავის დროზე, ხო? და სანდოობა შეიძლება კონდეს ასეთ ადამიანს. სანდოობა თქვენც გჭირდება. ის არის რეალურად საკუთარი მუნდირის მოღალატე. გაიქცა, თავშესაფარი მიიღო 4 ქვეყანაში, იმის სანაცვლოდ, რომ საუბრობს 1000 ტყუილზე, ხო? ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ხო? მუნდირის მოღალატე არ შეიძლება გამოიყენოთ როგორც მოწმე. ბატონო ირაკლი, ამ ნივთიერებებზე ბოლო კითხვას დაგისვამთ. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები იყო შეძენილი სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ ეს იყო გამოყენებული 24 წლის აქციების დროსაც, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებები გაქვთ გამოყენებული, ამაზე შსს არ აპირებს რომ ისაუბროს. რას ქვია არ აპირებს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. რას ქვია არ აპირებს? მაგრამ ამას გამოძიება რა სჭირდება? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხო შეუძლია ერთია დოკუმენტაცია და მეორე არის თვითონ ფხნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩადარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. ფხნილის ანალიზი არ კეთდება, ან არ არის ცნობილი, ვიდრე შეიცვალოს, ვიდრე გამოიყენა. და გაკეთეს, რა თქმა უნდა. ბატონო? თუ ის გამოყენებული იყო მანამდე ხო? გამოძიების ფარგლებში უნდა ჩადარდეს ყველაფრის დეტალური ანალიზი. ერთია თავის დროზე დოკუმენტაცია რაც იყო და მეორე ანალიზი და ახლა როცა დაიწყო გამოძიება უნდა ჩადარდეს რა თქმა უნდა ფხნილის ანალიზიც. საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართავთ ვამბობთ რა შემთხვევაში ჩათვლით საჭიროთ რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება ამ თემაზე. პირველ რიგში მივმართავთ ბრიტანულ კომისიას დაულოდებით იქ გადაწყვეტილებას საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მივმართავთ ნახოთ. თუ საჭირო გახდა ეს შემდგომი ინსტანციის გამოყენება. კარგი შევაჯამებ ამ კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები სახელმწიფოს შესყიდული არ ჰქონია არასდროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონკრეტულად ნივთიერება კამით ეს უკვე შეიძლება ითქვას. 34-39 რაც მარტივად იყო დადგენილი და დადგენადი ნივთიერება კამიტი არ შედიოდა, დანარჩენზე ანალიზები გრძელდება და დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას. 34-39 კოდის ქვეშ. კოდის ქვეშ არის, დიახ. აკრძალული. კამიტიც არის. აკრძალული სხვა შეიძლება იყოს აკრძალული. კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხნილი, დანარჩენი დეტალური ანალიზი წარადგინება საზოგადოებას, ხო? ერთია ერთი ნივთიერების დადგენა და მეორე აკრძალული ნივთიერებები იყო შეძენილი. მაგას ადგენს გამოძიება, რაიმე აკრძალული შეიცავდა თუ არა, ხო? ეს უნდა გამოძიებამ ოფიციალურად და შემდეგ წარადგინება საზოგადოებას ინფორმაცია. ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ესწრებება მოგვიანებით. ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა, თქვენ უნდა გწოდნოდათ ამ დრომდე და გაგენადგურებინათ თუ კი იყო აკრძალული. ანალიზი დაადგენს ეს ფხნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას. და აი ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა 2009 წლიდან თუ რომელ წელსაც ამბობთ, ანუ ამის მერე ხომ უნდა თქვენ დაგედგინათ რა არის საწყობში, რა ნივთიერება გაქვთ დასაწყობებული, რა არის გასაქრობილი. თქვენ გავალდებულეთ საერთაშორისო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხნილი, თუმცა ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედავს გამოძიება.